თქვენ ორნი იქნებით თუ არა ერთად, დაბრუნდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. იფიქრეთ საკუთარ თავზე, თქვენს პარტნიორზე და იმ ურთიერთობაზე, რომელზეც გაქვთ კითხვები, ნახავთ, ეხლა რა ხდება და დაბრუნდება თუ არა. ახლანდელი ენერგიები ნახოთ და დაბრუნდება თუ არა ახლო მომავალში თქვენი ჩაფიქრებული. ვიტყოდი, რომ ურთიერთობაში შესაძლებელია არის გარკვეული სახის პაუზა და გაჩერებული სიტუაცია და მდგომარეობა და ისეთი ხელფეხშეკრული მდგომარეობა, ჩაკეტილობა, თითქოს და ჩიხშია შესული და გამოსავალი არ არის ამ ურთიერთობაში, მაგრამ გრძნობებიც არის ამასთანავე, მაინც შენარჩუნებული, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს ძალიან ბევრი ემოცია აქვს. აქ ერთი პრობლემა რასაც ხედავ, რომ ნაბიჯებში არის თავდაუჯერებელი და ზოგადად საკმაოდ ჩამოუყალიბებელი და არამდგრადია თავის გრძნობებში, აი დღეს უნდა რაღაცა პერიოდი უნდა უყარხართ, მერე შეიძლება გადაიფიქროს და თქვას, რომ ესე არ არის, აი ბავშვივით რო იქცევა, გასაზრდელი ბავშვი როა ეს ადამიანი, ესეთი მოცემულობა გვაქვს, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, შეიძლება დიდიც არის, მაგრამ პასუხისმგებლობის აღების შიში აქვს და მზად არ არის და გაურბის აქ ადამიანი და უბრალოდ არ შეუძლია გარკვეული სახის პასუხისმგებლობა აიღოს ურთიერთობაზე. თან იძახს, რომ აი სიტუაცია მაქვს ესეთი, მოცემულობა მაქვს ესეთი, აბა რა ვქნა, აბა რო გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ხო ხვდებით, აი ყველა დამნაშავე შეიძლება იყოს მის ირგვლივ და ყველას მიუძღოდეს ბრალი, მაგრამ თვითონ არ აღიარებდეს თავის დანაშაულს და თვითონ არ იღებდეს პასუხისმგებლობას არა მარტო თქვენს ურთიერთობაზე, საკუთარ ცხოვრებაზეც. რაც შეეხება ნაბიჯებს და გადმოდგმას და მოbrunებას ამ ადამიანის ახლომავალში, შესაძლებელი არის, რომ გამოვიდეს კონტაქტზე და გამოჩნდეს ეს პიროვნება, მაგრამ რო ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზული მოქმედებებით და გადაწყვეტილებით მოდის თქო, ნამდვილად არა, აქ ხედავ, რომ ფიქრი ჭირდება, დრო ჭირდება, თავგზა აქვს არეული, არ იცის რა უნდა, როგორ მოიქცეს, სრული ქაოსი აქვს, რეალობის დანახვა უჭირს, შეიძლება შიშებიც აქვს აქ რაღაცა ურთიერთობაში, შეიძლება საერთოდ სიყვარულს გაურბის და გრძნობებს და სიღრმისეულ ურთიერთობას გაურბის და შინაგანი კონფლიქტი და შინაგანი გაორება აქვს და თან გონია, რომ ცოტა ტყუილებიც არის და არ არის ბოლომდე სანდო ეს პიროვნება და რაღაცას ბოლომდე არ იძახის და ქვედადინებები და ქვეშ-ქვეშური საქციელებით ახასიათებს თითქოს ამ ადამიანს. მოვა, მაგრამ ყურადღებით დახვდით დიდად, რო ვთქვათ, რომ რამეს შეცვლის თქო ახლო მომავალში თავის ცხოვრებაში და თქვენთან მართებაში ვერაფერს ვერ ცვლის. პირად კონსულტაციას ჩასაწერად შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, Facebook მაყურებელმა, პირადი შეტყობინებაში Facebook-ზეც. მადლობა ყურადღებისთვის.